მოვით ყველას დღეს სურს გესაუბროთ მეგობარი აქტის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამერიკის კონგრესმა საქართველოს გამოუცხო ერთი მაგარი საჩუქარი 359 კონგრესმენი მომხრე 42-ის წინააღმდეგ და ქვედა პალატაში გავიდა წარმატებით ამერიკელებისთვის ეს მეგობარი აქტი. რასაც გულისხმობს ალბათ ბევრმა იცით, იმიტომ რომ ეს ბოლო 2 დღეა ამასთან დაკავშირებით სერიოზული გარშევა და საუბრები მიდის ზოგადად საქართველოს მედია სივრცეში. როგორც ხედავ აქ დასანქციონებულთა სია საკმარისზე მეტია, მაგრამ ეს არის წინა უბრალოდ სია არის, მაგრამ არის წინაპირობა იმისა, რომ დასანქცირდეს. ფაქტობრივად ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ყველა ესე იგი მოქმედი ხელისუფლების ყველა წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ყველა აბსოლუტურად, ვინც კი გინახავთ, თვალი მოგიკრავთ მედიაში, ყველა. უბრალოდ მე გული დამწყდა იმაზე, რომ ამ სიაში არის მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგენებით გეტყვით ოდნავ ქვემოთ. ესე იგი 359 კონგრესმენმა 42 წინააღმდეგ ხმა მიცა. ისე რომ დარწმუნებული ვარ, ბევრს არც წაუკითხია და ბევრმა არც იცის ჯორჯია სად არის. ეს ჩვევიათ დასავლურ ქვეყნებს, პატარა ქვეყნების მიმართ. ესეთი დამოკიდებულება აქვთ, იმიტომ რომ არის გარკვეული ტრენდი, მიმართულება და არავინ არ უყურებს რა. ახლა რუქაზეც არ იციან სად არის საქართველო, უმეტესობა. უკაცრავად. ესე იგი, რახან ქვედა პალატა მიიღო წარმომადგენლობითმა, ეხლა არის დარჩენილი ამ მეგობარი აქტის რატიფიცირებამდე 2 ნაბიჯი. ეს არის ზედა პალატაში, სენატში და შემდეგ სენატის გავლის შემდეგ გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში უკვე დონალდ ტრამპს და მან თუ არ მოაწერა ხელი, შემდეგ ეს უკან ბრუნდება და თუ კონგრესში 2/3 კონგრესმენების კვლავ შეთანხმდებიან, რომ ეს აქტი არის მისაღები, მაშინ უკვე ამოქმედება, პრეზიდენტის ასე ვთქვათ ვეტო გადალახული იქნება. ეს რაც შეეხება იურიდიულ თემას, ეხლა მორალურზე ვილაპარაკოთ. რამდენიმე ხნის წინ ლევან დავითაშვილის მეთაურობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა წარმომადგენლობითი დელეგაცია ვაშინგტონში. ძირითადად შეხვდნენ ეკონომიკური მიმართულების პოლიტიკურ ფიგურებს, ასევე იყვნენ ჩემს მიერ მრავალჯერ ნახსენები ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის თანაშემწესაც შეხვდნენ და კიდე რიგ საქმიან წრეებს, უფრო ძირითადად სწორად რომ ვთქვა, არის უფრო არასაქმიანი, ანუ ფინანსიური წრეები, ანუ ადმინისტრაციის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდნენ. შემდეგ როგორც მე ვიცი და როგორც მე მოусმინე, შეფასებული იქნა, რომ ეს ვიზიტი იყო საკმაოდ წარმატებული. გადის ალბათ 10 დღე, თუ არ მეშლება, პლუს მინუს 2 დღე და უცებ ვიღებთ აი ამ ყოველად გაუგონარდა ამავდროულად მოულოდნელ გადაწყვეტილებას. მოულოდნელი იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის მერე როგორც ქართული ოცნება აკეთებდა გარკვეულ აქცენტებს ადმინისტრაციის შესვლასთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივი მართალიც იყო, იმიტომ რომ ტრამპმა ბევრი რამ შეცვალა საგარეო ტრეკს. და ასევე ნაგულისხმები იყო, რომ ესეთი იმპერატიული ჩარევა მით უმეტეს პატარა ქვეყნებში და მით უმეტეს გეოგრაფიულად შორსდებარე და გეოპოლიტიკურად ესე ვთქვათ აქტიურ და არც თუ ისე ერთმნიშვნელოვან ზონაში განლაგებულ ქვეყნებს, როგორც საქართველოა, მე გულისხმობ ამიერკავკასიას და ახლო აღმოსავლეთს და იქვე არაბულ სამყაროს, ირანს ბუნებრივია
აი ესეთ ქვეყანის მიმართ უნდა საერთოდ რომელი ეს ქვეყანა წესი და რიგით მათ დღის წესრიგში საერთოდ არ შედის, ასე გვეგონა ყველას, მაგრამ თურმე ეს გადაწყვეტილება კიდე ერთხელ აჩვენა, რომ ტრამპი ერთპიროვნულად ვერ განკარგავს თეთრ სახლს. თეთრ სახლს შეიძლება განკარგავს როგორც 4 წლის განმავლობაში, მაგრამ აი სახელისუფლება ვერტიკალს ვერ განკარგავს. მე ცოტა არ იყოს მიკვირდა ჯო ვილსონის მიმართ დამოკიდებულება და როგორც პოლიტიკური ფიგურების მხრიდან, ასევე სახელისუფლებო და პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან, ასევე რიგი ექსპერტების ჩემთვის საპატივცემულო ექსპერტების მხრიდან გამოთქმული ესეთი აზრი ცოტა ქილიკური ნიჰილისტური, რომ ჯო ვილსონი არის ჩვეულებრივი ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ფულზე გამკეთებელია ყველაფრის, ანუ ლობისტობაში აქვს ჭიპი მოჭრილი და რაღაც გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ შეუძლია რაღაც უცნაური ნაბიჯების გადადგმა. და არ აღიქმებოდა რა, რომ ვინ არის ჯო ვილსონი. და რა უნდა გააკეთოს ახლა დაუშვათ რაღაცა ჭიქაში ქარიშხალი ბოლო ატეხოს, რასაც არ მოყვება არც მხარდაჭერა ქვედა პალატაში, არც ზედა პალატაში და მით უმეტეს ახლა დონალდ ტრამპს საერთოდ შეიძლება არც იცის ჯო ვილსონი ვინ არის ახლა. არ არის გამორიცხული რომ არ იცოდეს, უბრალოდ არ იცნობდეს პირადად. მაგრამ აქედან სხვანაირად ჩანს ამერიკაში, აი მაგალითად აქ არ არსებობს პოლიტიკური ფიგურა, მით უმეტეს კონგრესმენი ან სენატორი, რომელსაც არ აქვს პერკეტის მექანიზმები. იმიტომ რომ თითოეული ხმა ამ ორ პალატიან, ამ ორ პოლიტიკური ბანაკის მქონე სახელმწიფოში, სადაც თითოეული ხმა წყვეტს ხოლმე საჭიროებო საკითხების გატანასაც კი, ამერიკისთვის საჭიროებო საკითხების გატანასაც კი. აი ასეთ პოლიტიკურ ელიტაში და პოლიტიკურ ველზე კონგრესმენს და მით უმეტეს სენატორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუნდაც ერთ ცალკე აღებულ კონგრესმენს ამ შემთხვევაში ჯო ვილსონს. საქართველოში არ გაშუქებულა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ხა მედიაში არ ვთქვამთ, იყო ასეთი სენატორი ნიუ-ჯერსის შტატიდან, ვინმე მენენდესი, რომელიც თუ არ მეშლება ორი თვის წინ დიდი სკანდალით მოკლედ დაატოვებინეს სენატი და დააპატიმრეს. იქ არის მე მგონი 4 წელი თუ 6 წელი მოხდა, შემდეგ პირობითი და რაღაც. აი გაგიკვირდებათ რა და ზუსტად მსგავს სიტუაციაზე. ფაქტობრივად ლობიზმით შენიღბულ ქრთამზე. არაერთი ქრთამი და რომელმაც ჯამში არ შეადგენა კოლოსალური თანხები, არ გეგონოთ რომ ახლა ტრილიონებზე საუბარი, როგორც ჯო ვილსონზე რომ ამბობდნენ, რომ $5,000 შეიძლება რაღაცა აქტი გამოვაცხოს. და მოკლედ ეს მენენდესი დააკავეს. გამოძიება მიდიოდა, ახლა ეგრევე ფაქტი რომ დაუშვათ ჩდება, ეს არ ნიშნავს რომ მეორე დღეს იჭერეთ. გარკვეული პერიოდი იყო, მაგრამ მე ეს მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს ჩვეულებრივი მიღებული ფორმა და არა მარტო ამერიკაში. ევროკავშირის დეპუტატებიც მსგავსი ლობიზმით არიან დაკავებული და ალბათ ახლა ვინც პოლიტიკასთან მეტნაკლებად ახლოს ხართ ან ჩართული ხართ ან ნიუსებს თვალყურს ადენებთ, კოვიდთან დაკავშირებით ევროკავშირის ჩინოვნიკებთან ძალიან ბევრი კითხვა არის. რიგ ჩინოვნიკებთან, სამსახურის უფროსებთან და ასე შემდეგ, ზუსტად ლობიზმთან დაკავშირებით, ზუსტად ფარმაცევტიული კომპანიების და როგორ გითხრათ, ესევე ვიტყვით, დაკრიშვით და ასე შემდეგ. ასე რომ, როცა ჯო ვილსონი გამოჩნდა ასპარეზზე და ეს ოპოზიციამ შეფუთა ისე, რომ ჯო ვილსონი ხა გააქტიურდება, ამის გაბაიბურება, ესე რომ ვთქვათ, ჩვენებურ საერო ენაზე არ შეიძლებოდა. იმიტომ რომ აქ ეს არის ჩვეულებრივი ფორმა. კიდევ ერთხელ გითხარით, იყო სენატორი და არა კონგრესმენი, საკმაოდ წარმატებული შტატის, ნიუ-ჯერსის და აი მსგავს რაღაცეებში მოხდა.
ასეა. და ამის ესე რაღაცა ალმაცერად შეხედვა, რომ $5,000 იყიდება და განა რა უნდა ქნას, ესე არ არის. მაგრამ მივიღეთ ფაქტი, ხო? აქ მეორე მომენტია, რომ ჯო ვილსონმა რაც ივაშკაცა და რაც მოახერხა და როგორც აგერიკოვა, რომ 359 კონგრესმენის ხელმოწერა მიიღო და 42 არის მხოლოდ წინააღმდეგი. ესეც დრას ნიშნავს, რომ ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. და უბრალოდ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების რაღაცა ეგზალტირებულმა ნაწილმა, აი ტრამპის ჯინაზე რომ ვითომ რაღაც აკეთებენ, აი იმიტომ იყო, არა. ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ორკესტრირებული ამბავი. 359 კონგრესმენი, ეს არის სერიოზული 350-ია თითქმის. 359. ეს ნიშნავს იმას, რომ ზედა პალატასთან ეს არის ალბათ წინასწარ შეთანხმებული, იმიტომ ქვედა პალატა ამას არ მიიღებდა, აი ამ ხმათა რაოდენობით, ესე იგი ზედა პალატაში ეს დიდი ალბათობით გაივლის და მერე ჯერ იდგება დონალდ ტრამპზე. მე ხარ რასაც უსმენ ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხა ტრამპი ამას არ არსებობს, ხელს არ მოაწერს და მერე დრო გავა, მერე ამას რაღაცა მოყვება, ეგ მანიპულაციები და რაღაცა. მე კიდე მგონია, რომ ტრამპმა საერთოდ არის საქართველოს სად არის და იმდენი მიმდინარე საკითხები აქვს მოსაგვარებელი ახლა საკუთარ ქვეყანაში, ანუ აი აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ არ მგონია, რომ საქართველოს გულისთვის 359 კონგრესმენისა და სენატში კიდე რამდენი დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას ხარს, ხდებით ხო? და აი ამ მთელი ამ პოლიტელიტის წინააღმდეგ წავიდეს. და დათო ხელი მოაწერა, ეს იქნება სერიოზული ამბავი. თუ არ მოაწერა, 2/3 არის საკმარისი და როგორც ჩანს ამას მაინც გაიტანენ. ეს მართალია გაიწელება მთელი ზაფხული და მე მგონი სექტემბრისთვის უწევს ზუსტად ჯერ სენატი და მერე ტრამპი და შემდეგ უკან დაბრუნება, ანუ ეს ჩერე ბიუროკრატიული მექანიზმია, მაგრამ 3 და 4 თვე თანამედროვე პოლიტიკაში არაფერი არ არის, ერთ დღეში გაირბენს. და მერე ჩვენ დავდგებით სხვა რეალობის წინაშე. ჯერ იყო დავითიშვილის ვიზიტი, შეფასებული როგორც წარმატებულად, შემდეგ მოყვა ეს ამბავი და ამ ყველაფერს დაემატა აი როგორ უნდა შეაფასო ხა ეს ყველაფერი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება. ეს არსად არ ეწერება ეს განცხადება. არსად არანაირ მორალურ ზნეობრივ ნორმებში. ეს არის ჩვეულებრივი დესტაბილიზაციის შეტანა. ქვეყნის მხრიდან, რომელიც 33 წელი გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ ჩვენს გვერდით არის. გაუგებარია. მე წინა ვიდეოებში ვამბობდი, რომ უკრაინაში შეიცვალა ამერიკის ელჩი და იქ ბევრი რამ ალბათ გადახალისდება მეთქი, იმასაც ვამბობდი, რომ დეგნანი წავიდა და ახლა ქალბატონი დანეგანია და ისიც ალბათ ახალ დირექტივას მიიღებს და სახლიდან თქო და ისაუცრება დირექტივა ისეთი, რომ გაგიკვირდება პირდაპირ. და ყველაზე უცნაური კიდე იცით რა არის, რომ დელეგაციის ვიზიტამდე ქალბატონ ელჩ შეხვდა მაკა ბოჭორიშვილის ზუსტად. მე იმიტომ გამოვყავი ამ სიიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი. და იქ ესეთი ეგეთი აზრი გამოვიდა მოკლედ დასკვნითი, რომ ახალი ფურცლის გადაშლისთვის ემზადება ორი სახელმწიფო, როგორც საქართველო, ისე ამერიკის შეერთებული შტატები და აი ლევან დავითაშვილის ვიზიტის მერე ითქვა თამამად, რომ ახალი ფურცელი გადაიშალა და ჩვენ ახალ თანამშრომლობაზე გავდივართ, სადაც იქნება აბსოლუტური ურთიერთპატივისცემა. ჩვენი პატივისცემა ამერიკელების მიმართ ყოველთვის იყო ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით, ერაყში ჩვენი მონაწილეობით და კიდევ მრავალი სხვა. ხო და შეთანხმდნენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რა თლად სამართლიანად არ იქცეოდა, არასამართლიან შენიშვნას აძლევდა საქართველოს და შემდეგ და ეხლა ყველაფერი შეიცვლება და
აი ამ ყველაფრის მერე ჯერ მივიღეთ მეგობარი აქტი და შემდეგ ამას დაემატა საელჩოს განცხადება. აქედან ახლა რა დასკვნა შეიძლება რომ გამოვიტანოთ? ის დასკვნა ერთი რაც მე გითხარით, რომ ტრამპი აქ თავის ღირებულებათა სისტემა და იმ ღირებულებოთი სისტემით მოქმედებს. არის რაღაც რაზეც თან დაყვება ხოლმე, ანუ არ მიიჩნევს პრიორიტეტულად, იმიტომ რომ იმისთვის სხვა მიზნებია და სხვა შედეგები არის დასადები. ეს ერთი და მეორე ის რომ შესაძლოა უბრალოდ რომ უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის მომხრეებშიც კი სერიოზული განსხვავებული აზრია. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ჯერსტი მაიკლსი რო განთავისუფლა და არ მგონია მე რომ იმ სიგნალში, იმ რაღაც ჩატში ვიღაცა ჟურნალისტის შემთხვევით მოხვდეს ყოფილიყოს, არ მგონია. ეს ერთი. და გუშინ გაირკვა, რომ როცა ტრამპის ადმინისტრაცია მოკლედ შეუდგა ქვეყნის მართვას, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტის განკარგულებით, თურმე რაღაც პერიოდი შეწყდა უკრაინის მომარაგება. და ნუ მერე გაირკვა, რომ შეცდომა იყო, იქ თურმე საბუთები ვერ გარკვეულოდა რაღაც, აი წარმოუდგენელი ახლა, რაც არ უნდა. სულ რო იმბეცილი იყოს ახლა ის, ხო? ელემენტარულად კითხვა იცის. და ახლა პიტ ჰექსეტი ახალგაზრდა კაცია, ენამოსწრებული გონება გახსნილი, ტოქ-შოუები მიყავდა, ანუ არ ეშლება არც მეტყველება და არც ლოგიკური ბმა აქვს არეული. მით უმეტეს კითხვა და წერა იცის. აქედან გამომდინარე, ეს ორი გაუგებრობა მოხდა. ხო და ეს მე მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ თლად დალაგებული როგორც ჩანს არ არის. ან უბრალოდ ტრამპი რაღაცაზე მარტივად თვალს ხუჭავს და არ აინტერესებს, იმიტომ რომ მოსაგვარებელი აქვს სხვა გარე საკითხები და აი ამ საქართველოსნაირ წვრილმან რაღაც საკითხებს ყურადღებას არ აქცევს და ეს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ერთობლივი რაღაცა ძალისხმევები, თუნდაც ფორმალური, თუნდაც დასანახავი, რომ აი ჩვენც ვართ და ჩვენც რაღაცა შეგვიძლია და ჩვენს ტრამპის წინააღმდეგ შეგვიძლია გავილაშქროთ. აი ამ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს. მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად ერთი შედეგი აქვს, ერთ-იგივე შედეგი აქვს. გინდა ერთი ვარიანტი იყოს და გინდა მეორე რა. აქედან გამოდის ერთი სამწუხარო დასკვნა, რომ ჩვენ ქვეყანას ფაქტობრივად არეალი ეზღუდება საგარეო პოლიტიკური ვექტორის. და ეხლა ამ წუთში დღევანდელი გადმოსახედიდან რჩება სამხრეთ-აღმოსავლეთის ვექტორი მხოლოდ. დასავლეთი ევროპასთან ფაქტობრივად ჩვენ კონტაქტები გაწყვეტილი. ამერიკის შეერთებული შტატები ახლა დაედო როგორც დესერტი აი ამ ყველაფერს, აი ამ სუფრას. რუსებთან დალაგებული არ არის, როგორც ხედავ, საერთოდ არაფერი, მე მგონი კონტაქტებზეც კი არ გადიან. ადრე მახარაძეს, აბაზურა ბაბაშიძეს და კარასის ჰქონდათ რაღაცა მისვლა-მოსვლა და კიდე ალბათ რაღაცა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს. ეხლა ესეც არ ხდება და რა რჩება? კოლექტიური აღმოსავლეთი, უბრალოდ სამხრეთ აღმოსავლეთი. და ვინ ყავს ამ ეზობლოში? სამწუხაროდ ეხლა იმიტომ ლაპარაკობ ნელა და იმიტომ უყურებ ამ ყველაფერს, რომ თლაც ხელგულზე არ ჩამიწერია, მაგრამ თან საუბრობთ ამ მინდა რომ კორექტულად გამოვიდეს ეს ყველაფერი და რაღაც პარალელურად თან კი დამატებით ანალიზს უკეთებ, რომ რამე არასწორია. არ თქვა ისეთი, რასაც დავუშვათ. ჩემო თქოს რა უნდა მოყვეს, მაგრამ ხვდებით ახლა.
თითოეულ ნათქვამ სიტყვას ფასი აქვს უკვე თანამედროვე სივრცეში, მით უმეტეს ტელევიზიებს აზრი ეკარგება და რა ტელევიზიებიც იხურება და ყველა ჟურნალისტი და ყველა ექსპერტი უკვე YouTube სივრცეში არის გადასული. აქედან გამომდინარე, როცა რაღაცას ამბობს ადამიანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ის კორექტულ ფორმაში თქვას და მით უმეტეს სიმართლე. ჭეშმარიტება ამ ყოველ შემთხვევაში ახლოს მაინც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბილო სიტუაცია. ეხლა რა რჩება საქართველოს ხელისუფლებას? ვექტორი გასაგებია სამხრეთ-აღმოსავლეთი. და აქ იქნება ალბათ არეალის შეკვეცესთან დაკავშირებით ალბათ ძალიან რთული იქნება, როცა ალტერნატიული გზები არ არის, რაღაც საგარეო პოლიტიკური ვექტორის გასწორება. იმიტომ რომ ფაქტობრივად რჩება თურქეთი, ირანი და ჩინეთი. ზუსტად ის ამ სამიდან თურქეთი და ბოდიშით ჩინეთი და ირანი არის, რომელთანაც დირექტიულად გეუბნებიან დასავლეთიდან და ეხლა დაემატა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ აი ამ ორ სახელმწიფოსთან ჩვენ თურმე არანაირი საქმიანი და პოლიტიკური ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. და უბრალოდ რუკას რო დახედონ, სად იმყოფება საქართველო, ხო? გეოპოლიტიკა რა არის? ხო, გეოგრაფიაზე მიბმული პოლიტიკა, მარტივად რო თქვა, სხვა კი არაფერი. არ არის ამაში დიდი მეცნიერება. გეოგრაფიაზე მიბმული პოლიტიკა. და აი იქ სადაც საქართველო იმყოფება, რა უნდა აკეთოს ამ ქვეყანამ სხვა. გარდა იმისა, რომ ყველასთან უნდა ეცადოს, რომ რაღაც. აქედან ერთი დასკვნა არა, უბრალოდ არაფერი არ იცვლება პატარა ქვეყნების მიმართ, მით უმეტეს რუსეთთან მომიჯნავე ქვეყნების მიმართ და ალბათ დღემდე აგრძელებენ იმ რიტორიკას, რომ ჩვენ ვჭირდებით, იმიტომ რომ უბრალოდ იყოთ გამაღიზიანებელი, ანუ რაღაცა ეს რეცეპტორი სამხრეთი საზღვრებით. რასაც კარგი არაფერი არ მოყვება რა. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ რუსეთთანაც ის კი არა, რომ რუსეთთან უნდა დაალაგდე, რუსეთთან აუცილებლად უნდა დაალაგდე. იმიტომ, რომ არ დაგანგრიონ თავზე ქვეყანა. არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან. მით უმეტეს თავად რუსებმა კიდე ჩრდილოეთიდან. ასეა. სამწუხაროდ ასეა. მე რო ხა ამის გამოსავალი ვიცოდი არჩევა დარიგება, ეხლა ბრუკლინში არ ვიქნებოდი და იმაზე რა ქვია, ძღოლად არ ვიმუშავებდი, ვიქნებოდი თბილისში და ვიქნებოდი პოლიტიკაში. ამიტომ წარმოუდგენელია, მე არ ვიცი რა უნდა გააკეთო. და ბარემ აქვე ვიტყვი ეს რუსეთთან დალაგების ამბავს. როცა გახარია ყავდათ კომისიაზე, იმ კომისიაზე ხო საერთოდ ამას წინათ ერთი ერთი ვიდეო დაუვთვენ თლიანად და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეკაც კორექტული ყოფილიყავი და იქ კიდე ცალკე ამბავია მოკლედ. ამაზე ცალკე ჩავწერე კიდე ვიდეოს. მოკლედ ერთ-ერთი შეხვედრაზე, სადაც გიორგი გახარია ყავდათ დაბარებული, მოწვეული თუ როგორც არის, იქ ერთ-ერთმა კომისიის წევრმა რაღაც ისე უთხრა, რომ რაღაცა თქვენ რუსული გავლენებიო და რუსეთუმეურ რაღაცა მასში დაადანაშაულა რა, რომ რაღაც რამის აგენტობა დააბრალა რუსეთის. აი საკვირველია რა. როცა რუსეთს ახსენებენ, ამბობენ, რომ იქნებით რუსაფობები და მეც ვეთანხმები, არავის ფობია არ უნდა იყო, მაგრამ კომისიაზე რომ გიორგი გახარიას რეონების რუსეთთან რაღაც აფილირებული თუ რუსეთის ინტერესებს თუ რაღაც რუსეთის აგენტი სიტყვა არ ხმარას, მაგრამ ხომ მივხვდეთ რომ ეს უკვე ხო გასაკვირია რა. ან ერთი უნდა თქვა და გაატარო ვექტორი, ან მეორე რა. გიორგი გახარია ხა რუსეთის აგენტი პროსტა ვერ იქნება, იმიტომ რომ გერმანული კომპანიის წარმომადგენელი იყო წლების განმავლობაში, უბრალოდ აღმოსავლეთ მიმართულების ოფისში მუშაობდა. მე ყველა მიცის ხა ვინც მეტნაკლებად პოლიტიკაში შეჩართული. ხო და აი ესე არა. სამწუხაროდ არის ყველაფერი.
და ამას ახლა ეს ყველაფერი შეიფუთა იმით, რომ ქართული ოცნების პოლიცსაბჭო შეიკრიბა და გადახალისებული პოლიცსაბჭო მივიღეთ. განსხვავება ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი ამავდროულად არის თავმჯდომარე პარტიის. ანუ ხდება გუნდის შეკრა. მე იმას მანიშნებს, რომ გამოწვევებისთვის ემზადება საქართველო. და კიდევ კარგი რომ აქვთ ეს განცდა, რომ სერიოზული გამოწვევები იქნება, იმიტომ რომ რაც გუშინ წიდა იმის წინ მოხდა, რასაც ახლა მე ეს ბოლო წუთები ვლაპარაკობ, ალბათ იმის გამოძახილი და იმის შედეგი იყო, რაც გააკეთა ოცნება. ხო და როგორც ამბობენ, ალამი ხელში და ზურგის ქარი. თუ გუნდი შეკრა იყო საჭირო, ალბათ ჯობდა აქამდე შეკრულიყვნენ რა. მაგრამ როგორც არაერთხელ მithქვი, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ნახოთ რა გამოვა, ეს უიმედო სიტუაცია არ არის, უბრალოდ იმ ველს, სადაც დასავლეთი უტოვებს საქართველოს, დიდი არჩევანი არ არის ლავირების. აი ეს არის წოდითარი, გამოსავალი ყოველთვის არის. აქ მეგობრებთან მქონდა საუბარი, აქ ნიუ-იორკში რომ აი ეს რო თქვი რომ გამოსავალი, შენ ისე არ თქვაო რა, პრეტენზია მეგობრულად რომ გამოსავალი არ დაუტოვა დასავლეთმა, საქართველოს თავად მოაწყო სიტუაცია ისეო, რომ დასავლეთი იძულებული გახდა, რომ აი ეს ყველაფერი გაეკეთებინა. მე ვფიქრობ ეს ესე არ არის, მაგრამ ყველას აქ გამოთქმის უფლება და იმიტომ არის მსგავსი აზრები, რომ მე ვთვლი, რომ უფრო მკვეთრი და ესეთი ჩამოყალიბებული მოძრაობა რო ყოფილიყო და ქმედებები და ეს მონოლითურობა რო ადრე შექმნილიყო, ალბათ მსგავსი რამ არ იქნებოდა. და მსგავსი კითხვების და აზრებიც არ გაჩნდებოდა ჩვენ თანამემამულეებს შორის. მოკლედ ასეა ეს ამბავი და ნახოთ რა იქნება. ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი თუ აი ისე გაიწელა, რომ ტრამპმა ხელი არ მოაწერა, ეს უკან დაბრუნდა და ასე შემდეგ, ეს თუ სექტემბრამდე მივიდა, მე მგონი ოქტომბრის თვეში არის ადგილობრივი არჩევნები. ხო და ახლა არჩევნების წინ კიდე ერთი მიზეზი იქნება იმისა, რომ რაღაცა დესტაბილიზაცია მოყვეს ამას და კიდევ არასტაბილურობა და ასე შემდეგ და ეს გულისხმობს შემოდგომის არჩევნებს. აი ისი არის გათვლილი ყველაფერი. აი დანიგანთან ბოჭორიშვილის შეხვედრა და აი იმის მერე რაც დაიწყო, უბრალოდ რომ პროსტე შეხედოთ ეს ქრონოლოგიურად, თითქოს არის გაწერილი სცენარები. და ეს ყველაფერი მიდის შემოდგომამდე. ზუსტად არჩევნებამდე. და არჩევნები კიდე შემოდგომას არის და ეხლა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე არის აღსანიშნავი და ქალბატონმა ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს თურმე ჩაიბაროს აღლუმი სამხედრო. რა თქმა უნდა, ამას იტყვის იმ განცხადებების მერე და იმ დადგენილებების მერე, რაც კონგრესმა გამოიტანა და რაც საელჩომ განცხადება, საელჩომ განცხადება გააკეთა ვითომ ტერორისტულ აქტზე. იტყვის აბარასიზოს, მეცაც გეტყვით. მაკრონი დაუჭერს მხარს და იტყვის, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი არის საქართველოში. ხო და მე მგონი მოვიდრა დრო, რომ აქამდე უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი დალაგებული, როგორც იტყვიან თაროს. ეხლა უკვე და კიდე კარგი რომ გუნდი იკრება, ვისაც თვლიან რომ არ არის საჭირო წავიდა გუნდიდან და ვინც დარჩება იმედია მონოლითური იქნება და ყოველ შემთხვევაში უკვე იქითკენ წავლენ, რასაც შედეგი მოყვება რა. ასე მგონია მე და კონსტიტუციაში რაღაცეები რომ შესაძლებელია. თუ მოახერხებენ შემდეგი არჩევნებისთვის კარგს იზამენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად საითკენაც აქამდე ოცნება ამბობდა რომ უნდა მივდიოდეთ,
იქ ფაქტობრივად აღარც კარები აღია და აღარც გველოდებიან და საერთოდ არაფერი არ ხდება. და მე მჯერა რომ ჩვენი დამსახურება არ არის ყველაფერი. ეს არის უბრალოდ აი ეს არეულობა და არაადეკვატურობა კოლექტიურ დასავლეთში, რაც მათ ჭირთ. და აი ეს არის. მადლობთ. ემოციური იყო, მაგრამ დალაგებული, გაწერილი, დაბულიტებული თემა, მაგრამ საუბრო და მაინც იმიტომ რომ ნამდვილად არ მოველოდი ამ ყველაფერს. იმიტომ აქედან კიდევ საერთოდ სხვანაირად ჩანს, უფრო მძაფრად. დროებით საუკეთესო სურვილებით და უკეთესი მოლოდინით. კანკლავზე მინდა რომ ჩემი აზრი მოგახსენოთ, იმიტომ რომ მაგას და ამ კანკლავის თემას დავუთმე ერთი ვიდეო და უახლოეს მომავალში ამასაც წარმოგიდგენთ. ხვალ 9 მაისია, 9 მაისზე ცალკე ჩავწერ კიდე ვიდეოს, მაგრამ 9 მაისსაც გილოცავთ რა. იმიტომ რომ ის მეორე მსოფლიო ომში სამამულო, ჩვენთვის სამამულო მოწოდებული ქართველების მოგებულია ფაქტობრივად და იმიტომ არის ზუსტად ჩვენი დღესასწაული. მაგრამ 9 მაისზე ცალკე ვიდეოს ჩავწერთ და წარმოგიდგენთ. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ და ბედნიერად.